მკვლელობით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი ხაშურის მუნიციპალიტეტში 63 წლის უსინათლო კაცის სასიკვდილო სავარაუდოდ სიძემ გაიმეტა. ნაცემია მოკლულის მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით გარდაცვლის სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული და მოკლული ერთ სახლში ცხოვრობდნენ, რა გახდა მკვლელობის მოტივი ადგილობრივებს საუბარი უჭერთ. ისინი აცხადებენ, რომ სავარაუდოდ დამნაშავე შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 101 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დილას მოუკლავს, მე გაქცეული პაბიქსი და აიყვანეს. დინარი რამენად ესაური კავშირია აქვს? სიძე მოკლავს სიმონში. სად დაიჭირეს? გაიქცა და მერე დაიჭირეს? აი გაუყვანია ბათუმს რაღაცა. სახში ერთად ცხოვრობდნენ ესე სიძე? 5 წელია ეს ბიჭი აქ იყო გოგო ყავს. და ერთად ცხოვრობდნენ, რავი ახლა. შიგნით არ რა ხდებოდა ვერადროს არაფერს მეტი არ გაგუგია არადროსაც ერთ მეზობელს მეუღლე ძალიან ნაცემია და გადაყვანილია რეფერალურ სამატყოფოში ხავთ გადაყვანილი მეუღლეც ამ კაცის მეუღლეც ნაცემია და გადაყვანილი ხავთ არ ვიცი მოკლული იარაღით თუ რა მოხდა საერთოდ გონი დანი თავი სიძე არის მე მგონი თუ არ ვწდები სიძე აქ ერთად ცხოვრობდნენ ერთად ცხოვრობდნენ დროებით ხო ის ბიჭის წასვლას კი აპირებდა მაგრამ არ ვიცი რა მოხდა ვერ გეტყვი ამდენით გავიგე სიძე მოკლა სიმამრი ხედავდა უსინათლო იყო კაცი თელი ცხოვრება წესიერად შრომაში გაატარა